What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali! Wer sind Sie? Yes, Dali! I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. მაშასე ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო ძალიან მაგარი სტუმარი ყავს დღეს. ეს არის ქალბატონი მაია ბარათაშვილი, რომელსაც დახასიათება არ ჭირდება. ვინ არის, რა არის, ყველა მისის ფანტასტიკური მომღერალი, ფანტასტიკური მუსიკოსი. ჩვენი დღევანდელი მაია აქ მოსulis მიზეზი არის ფილმი, რომელიც შეიქმნა არც დიდი ხნის წინ სხვათა შორის კინემატოგრაფიული ქრონომეტრაჟით თუ ვიმსჯელებთ 2017-დან 19 წლამდე იყო ძირითადი მისი მომზადება, ქვია სახელად ჯუდი, ეძღვნება ძალიან შვენიერ, მაგარ მე-20 საუკუნის სუპერ მომღერალ ჯუდი გარლანდს, ამერიკელს, რომელიც ძალიან რთული ბიოგრაფიის, აი ძალიან ტრაგიკული და ახსავსე მოულოდნელობით ბიოგრაფიის ქალბატონი აღმოჩნდა. დღეს გადავწყვიტეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ ლეგენდაზე, ჯუდი გარლანდზე ვისაუბროთ და ოსკაროსანი ფილმი ჯუდი შემოგთავაზოთ. ამ ფილმის რეჟისორი რუპერტ გულდი ძირითადად თეატრალური მოღვაწეობითაა ცნობილი და არაერთი ბრწყინვალე სპექტაკლის შემოქმედია. ჯუდი მან პიტერ უოლტერის პიესის მიხედვით გადაიღო. მთავარი როლის შემსრულებლად კი ოსკაროსანი რენე ზელვეგერი მოიწვია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იმ პერიოდში საკუთარი პერსონაჟის მსგავსად მსახიობის საქმე მთლად კარგად ვერ მიდიოდა. საკულტო ბრიჯიტ ჯონსში 13 ნომინაციიდან 6-ში გამარჯვებულ მიუზიკლს ჩიკაგოში შესრულებული ვარსკვლავური და ციუნთაში შესრულებული ოსკაროსანი როლის შემდეგ რენე ზელვეგერს შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო. ბევრ როლს აღარ თავაზობდნენ, რასაც თავაზობდნენ, დიდად წარმატებული ვერ ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯუდიმ რენე ზელვეგერი ჰოლივუდის ოლიმპზე დააბრუნა. მეორე ოსკარი მოუტანა და კინოს მოყვარული საზოგადოება აღფრთოვანებით და ხელმეურედ აალაპარაკა. ეს იყო ვარსკვლავური პერფორმანსი. ძნელია გაარჩიოს, სად სრულდება გარლანდი და იწყება ზელვეგერიო. წერდა ჟურნალ Rolling Stones-ის ყველაზე სახელოვანი კრიტიკოსი პიტერ ტრევერსი. ეს რაც შეეხება მსახიობს, ახლა რაც შეეხება მის მიერ განსახიერებულ კინოპერსონაჟს, ჯუდი გარლანდს. ჰოლივუდის ლეგენდაზე სასაუბროთ სტუდიაში ჯაზის ქართველი ლეგენდა მაია ბარათაშვილი მოვიწვიეთ. ის იყო ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგენდა რა. მაინც რით იყო ის ასეთი უნიკალური გამორჩეული თანავარსკვლავებში ჰოლივუდის? ჯუდი გარლანდმა ძალიან ადრე დაიწყო თავისი კარიერა, ფაქტიურად 2 წლიდან. გამორჩეული იყო იმითი, რომ როგორც თუ კრიტიკოსს დაუჯერებთ, როდესაც იზმღეროდა, მისი ხმა ლაზერივით აპობდა გულს. ლაზერივით აპობდა გულს. მერე ჯუდი გარლანდს შეეძლო პატარა ასაკიდანვე ამბის ისეთი თხრობა, გეგონებოდა უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ასრულებს სიმღერას და ფაქტიურად ის ცხოვრობდა ამ ამბით. არის არტისტები, რომლებიც არიან უბრალოდ მომღერლები და ფანტასტიკური მომღერლები, ტექნიკურად გამართული, ნამეცადინები მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ არიან არტისტები, რომლებიც არიან ამბის მომყოლები, ეს არის storytellers, რასაც ეძახიან. აი ჯუდი გარლანდი სწორედ ესეთი იყო, გარდა ამისა მას საოცარი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა. კიდევ ერთხელ განმეორდებ, ჯუდი გარლანდი სიმღერას აქცევდა მინი სპექტაკლად. Once in a lullaby, somewhere over the rainbow, skies are blue, and the dreams that you dare to dream really do come true.
მაგრამ ამ ბრჭყვიალა გირლანდების უკან რომელსაც შოუ ბიზნესი ქვია, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალიან დიდი ტრაგედია იდგა და ეს ტრაგედია დაიწყო ჯერ კიდევ პრენატალურ პერიოდში, გაგიკვირდებათ. დედას და მამას ყავდათ 2 შვილი და დაურსულდა ჯუჯიზე. მისი გვარი იყო გამ ფრენსის გამ. სასტიკად არ უნდათ ამ მესამე ბავშვის დაბადება, იმიტომ რომ ფინანსურად არ ჰქონდათ და ფაქტიურად აბორტის გასაკეთებლად უნდა წასულიყო დედას და მამაც თანახმა იყო, მაგრამ რაღაცამ გადააფიქრებინა და ჯუდი გარლანდი გაჩნდა. ანუ ეს არ იყო საოცნებო ბავშვი. ნახეთ პირდაპირ ჯერ კიდე ჩანასახოვან მდგომარეობაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის და თუნდაც ბავშვისთვის, რომელიც ჯერ არ არის დაბადებული, მაგრამ ენერგიის დონეზე გრძნობს ხომ შობლის დამოკიდებულებას. აი აქედან დაიწყო ტრაგედია. შემდეგ ტრაგედია გაგრძელდა იმითი, რომ დედა უყურებდა როგორც პროდუქტს და არა როგორც საყვარელ შვილს. დედამ ფაქტიურად თავისი ოცნებები განახორციელა თავის სამივე შვილში, ისინი გამოდიოდნენ სცენაზე, ფულსაც შოულობდა, რა თქმა უნდა, ექსპლუატაციაცაც უწევდა სამივე ბავშვს და ჯუდი გარლანდიც 2 წლის იყო, როდესაც პირველად დადგა სცენაზე და ფაქტიურად 13 წლის იყო, როდესაც მეტრო გოლდვინ მაიერმა დაუდო ხელშეკრულება. აი, ფაქტიურად 2 წლის ასაკიდან დაიწყო ჯუდი გარლანდის შეიძლება ასე ითქვას კარიერული გზა, მაგრამ ამის უკან იდგა ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ის გრძნობდა, რომ შობელს ის არ უყვარდა, უბრალოდ სჭირდებოდა და მთელი ცხოვრება გაყვა ესეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება დედის მიმართ, მიუხედავად ამისა, რომ ისინი არ ლაპარაკობდნენ გარკვეული პერიოდი უკვე სიმწიფის ასაკში. როდესაც დედა გარდაიცვალა, ჯუდი გარლანდმა ძალიან ინერვიულა და ძალიან დაწყდა გული და ფაქტიურად ბევრი ცრემლი ზღვარა, მაგრამ აი ესეთი მდგომარეობა იყო. ახლა რა ხდებოდა? უბედურება დაიწყო მაშინ, როდესაც პირველად მიცეს ჯუდი გარლანდს ბარბიტურატები და ამფეტამინები. იმისთვის, რომ ენერგიაზე ყოფილიყო და ემუშავა და იმ პერიოდში კინოკომპანიები ფაქტიურად იკრებდნენ ძალას, პროდუქცია იყო ძალიან დიდი, ფილმზე იღებოდა მით უმეტეს MGM, Metro Goldwyn Mayer, ისევე როგორც Warner Bros-ი მოგვიანებით ძალიან აქტიურად ქმნიდნენ პროდუქციას და ჯუდი გარლანდს ფაქტიურად ზედიზედ ძალიან ბევრი ფილმში მონაწილეობა მოუწია და სწორედ აქ ჩაერთო ბარბიტურატები, იმიტომ რომ იღლებოდა ადამიანი, იყო აბსოლუტური ვორნაუთი. აი, როგორ იწვებოდა, იცით, და პატარა გოგო ფაქტიურად უსუსური ვთქვათ, ესე იგი ფსიქიკური მდგომარეობა, როგორი სუსტი იყო ორგანიზმიც ფაქტიურად. ეს წამლები ფილმს, რასაც ეძახიან ხო, ეს ბარბიტურატები ასევე მოთხოვნა, როგორ არის იცით, მაშინ, როდესაც ხელს აწერდი კონტრაქტს, რა თქმა უნდა, შენ უკვე კონტროლი აღარ ქონდა შენ ცხოვრებაზე, შენ ცხოვრებას და შენ ჯანმრთელობას, შენ პირად ცხოვრებას აკონტროლებდა კინოკომპანია, შესაბამისად ის ადგენდა მოთხოვნებს, როგორ უნდა გამოიყურებოდე, როგორ უნდა მღეროდე, რას უნდა აკეთებდე, როდის უნდა ისვენებდე, როდის არ უნდა ისვენებდე, იმიტომ რომ სქედიული აი ეს გადაღების ფაქტიურად გრაფიკი იყო ძალიან დაძაბული და მას უთხრეს, რომ წონა არის დიდი და შენ უნდა მიიღო ტაბლეტები იმისთვის, რომ წონაქვევით ჩამოვიდეს და მე როგორც ქალი, ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ მთელი ცხოვრება წონას ვებრძვი და მე ვიცი რა, როგორი ფსიქოლოგიური წნეხია და როგორი ფიზიკური წნეხია, მით უმეტეს, როდესაც პატარა ბავშვს გეუბნებია, რომ შენ არ ვარგიხარ და შენ უნდა გახდე ისეთი, როგორიც მე მინდა და როგორცაც მე ხედავ და სანაცვლოდ მე შენ ორ კაპიკს გადმოგიგდებ, აი მე ესე ვხედავ, იმიტომ რომ შოუ ბიზნესი რეალურად არც მაშინ და არც ახლა არ იყო ინტელიგენტური. შოუ ბიზნესი არ იყო დამნდობი. შოუ ბიზნესი იყო, აი რასაც ქვია, ძალიან მომთხოვნი, მკაცრი, დაუნდობელი იყო. აი ყველაფერი, ყველა ეპითეტი შეიძლება. იცით, დღესაც არ არის უკეთესი, უბრალოდ დღეს არტისტებმა რაღაცნაირად ისწავლეს საკუთარი თავის დაცვა, უფლებები წამოვიდა წინ, ხო? შედარებით ვამბობ, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი არტისტი დაზარალდა, ვთქვათ, აი ამ გაუსაძლისი გრაფიკით, დაზარალდა იმით, მე ერთ ამბავს ჩართვას გავაკეთებ. შეიძლება მე როდესაც ჩიკაგოში ვიყავი, ერთი თვე ვიყავი სხვათა შორის ძალიან საინტერესო პროგრამით, რომელსაც ერქვა Community Connections, რამდენიმე პროფესიული ჯგუფისგან აგვარჩიეს და მე მოვხვდი ტელევიზიიდან.
10 კაცი ვიყავით წასული და იქ გავიცანი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია და იქ იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი რომელიც მღეროდა შესანიშნავად და რო ვკითხე რომ როგორ მღეროდა იცით აი რესტორნებში, კაფეებში, კლუბებში არ იყო ძალიან ხშირი მისი გამოსვლა და როდესაც ვკითხე რომ ესეთი მონაცემებით პროფესიონალი რატომ უფრო სხვა ლეველზე რატო არ გინდა გადასვლა აი ესეთი რამე მითხრა ვიცი რა სხვა ლეველზე რო გადავიდე მაშინ უნდა მყავდეს მენეჯერი booking agent რომელიც როდესაც ძალიან დავიღლები და როდესაც 7 დღეზე დიზეთ კონცერტს ჩამატარებინებს და როცა მე შევეხვეწები რომ ერთი დღე მაინც მომეცი დასასვენებლად ის ამის მაგივრად მომცემს ტაბლეტს და მე დავიღუპები ანუ ეს აბსოლუტურად რეალურია მას დაუბრუნდეთ ისევ ჯუდი გარლანდს ჯუდი გარლანდის ცხოვრება იწყება ტაბლეტებით ბარბიტურატებით იწყება და ამფეტამინებით იმისთვის დღისით რომ ემუშავა ენერგიულად და საღამოს რომ დაეძინა იმიტომ რომ ძილის პრობლემა დაირღვა რა თქმა უნდა სულ რომ არაფერი ემოციის გამო ხა მე არ შევედრები მას არც მასშტაბით და არც დაკავებულობით მაგრამ თუნდაც ჩემს ცხოვრებაში როდესაც კონცერტს ვატარებ და იმის მერე სახში მომდივარ ესე მარტივად ვერ დაიძინებ გჭირდება ცოტა ხანი დასვენება საკუთართან შეგუება იმ რეალობიდან ახალ რეალობაში გადმოსვლა ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ემოციასთან ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ. მოკლედ ჯუდი გარლანდის ცხოვრება ტრაგედიად იქცა 13 წლიდან MGM-ი უკვე აკონტროლებს მის ცხოვრებას და უმატებენ ტაბლეტებს, უმატებენ წამლებს, როდესაც ის დანიშნული წამლები აღარ შველის, უკვე ოპიატები ემატება ამას, იმიტომ რომ ჯუდი გარლანდს ემართება ფაქტიურად აი ეს nervous breakdowns, რასაც ქვია ხო, ეს ნერვული სტრესი, ის უკვე ყვირის, ის უკვე ვეღარ უმკლავდება თავის განრიგს, ცდილობა თავის მკვლელობის და პარალელურად ის ეძებს ნავსაყუდელს ფაქტიურად პირად ცხოვრებაში, რაც თქვენ ბრძანეთის 5 ჯერ იყო გათხოვილი, ესეც ფაქტიურად მისი პირადი ცხოვრება იყო ძალიან ტურბულენტული. იმიტომ რომ არავინ არ თქვას ჩემო ბატონებო, რომ ესეთი მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება არის სასიამოვნო. არ ვერც ერთი ქალი, რომელიც ესეთი ხშირად იცვლის პარტნიორს, ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ გულისებს მიღმა, რომ ეს ყველაფერი ამან ყველაფერმა მათ დიდი სიამოვნება მოანიჭა. დიდი კინემატოგრაფის კარი ჯუდის წინაშე ლუის მაიერმა გააღო. ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება ჰოლივუდის ისტორიაში. კინოსტუდია MGM-ის შემქმნელთაგანი, ამერიკული კინოაკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ოსკარის მამობილი. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავის აღმოჩენა და მათ შორის ჯუდი გარლანდისაც. მაიერი უდავოდ აფასებდა ჯუდის სასიმღერო ნიჭს, მაგრამ არ მოსწონდა ვარსკვლავური გოგონა არც გარეგნობით და არც ასაკით, რადგან 13 წლის ჯუდი ბავშვისთვის ზედმეტად ქალურად გამოიყურებოდა, ქალისთვის კი ზედმეტად ბავშვურად. მაიერმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაიმონა და დააკომპლექსა კუზიანი გოგონა. ასე უწოდებდა თავად ჯუდის. ახალგაზრდა ვარსკვლავს ის საკუთრებად მიიჩნევდა და არანორმირებულ გრაფიკში ამუშავებდა. ძალების ასანაზღაურებლად კი 1000 გვარი ტაბლეტების მიღებას აიძულებდა. ჯუდი ამტკიცებდა, რომ მაიერმა მას ახალგაზრდობა წაართვა. მუდმივი ბულინგით არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინა, რითიც ჯუდი მაშინაც იტანჯებოდა, როცა დიდების მწვერვალზე იყო და სოლო კონცერტებზე დარბაზებს ავსებდა. ჰოლივუდის ლეგენდის აზრით, ბავშვობაში მიღებულმა ტაბლეტებმა შემდგომში მის ნარკოდამოკიდებულებას შეუწყო ხელი. თუმცა გარლანდის სიყრმის კინოპარტნიორი მიკი რუნი ჯუდის გარდაცვალების შემდეგ მის ყველა ბრალდებას მაიერის მიმართ უარყოფდა. არავით არაბებს არ გვაძლევდნენ ის, რაც ჯუდის დაემართა, მხოლოდ ჯუდისვე ბრალიაო. რაც მოყევით ამ სტრესში, ფაქტობრივად ცნობილია ეს, რომ ჯუდი გარლანდი ჩააგდო მისმა აღმოჩენვა. ლუის მაიერმა. მანამდე დედამ დაიწყო და მე ამ გადაღებების დროს, ხო? და რა ჯოჯოხეთის მოუწყო ამაზე თქვენ ისაუბრეთ. მაინც აქედან გამომდინარე თქვენი აზრით. ლუის მაიერი ამ ზღაპარში, რასაც ჯუდი გარლანდის ბიოგრაფია ქვია,
ეს იყო კეთილი ფერია თუ ბოროტი ჯადოქარი? მიაღწევდა კი ჯუდი გარლანდი ამდენს, სხვანაირად რო ყოფილიყო საქმე. იცით რა არის ჯუდი გარლანდის ცხოვრება რომ არ ყოლოდა, რა თქმა უნდა, პატრონი მეიერის სახით, ესეთი პროდუქტიული არ იქნებოდა, მაგრამ ჯუდი გარლანდი გადაურჩებოდა ნერვულ სტრესებს და გადაურჩებოდა რაღაცა ტაბლეტების მას და 47 წლის ასაკში მე მგონია რომ ჯუდი გარლანდი ჯერ კიდე ცოცხალი იქნებოდა. აი რატო გეუბნებით, ახლა ამ კითხვასთან ბმაში მაქვს ერთი ისტორია. ნატალი ვუდი ვიცით ხო? ეს არის რუსი ემიგრანტების შვილი, რომელიც ჩავიდა ამერიკაში და დედას ჰქონდა მანია, რომ ნატალი ვუდი უნდა გახდეს ცნობილი არტისტი. და დადგა სკრინ ტესტის დღე. აღარ მახსოვს ეს იყო Warner Bros-ი თუ MGM-ი, მაგრამ ესე იგი ეძებდნენ გოგონას, რომელსაც კადრში უნდა ეტირა. მომტირანი გოგონას სახე უნდა შეექმნა. ნატალი ვუდს დედამ დაავლო ხელი და წაიყვანა. ნუ ვერაფრით ვერ ატირეს, იმიტომ რომ ხიარული გოგონა იყო და რა გააკეთა დედამ. წავიდა, იყიდა ძალიან ლამაზი პეპელა და მოუყვანა თავის შვილს დილით. და გოგონამ დაიწყო პეპელასთან თამაში. ულამაზესი პეპელა მთელი დღის განმავლობაში ეთამაშებოდა და გაჩნდა რაღაცა კავშირი ამ ორ არსებას შორის და გადაღებაზე რომ მიიყვანა და სკრინ ტესტზე რომ დააყენა, აიღო ეს პეპელა და დააძრო ფრთები. და ბავშვმა ისეთი ტირილი მორთო რომ ვერ გააჩერეს ძალიან დიდი ხანი. აი ეს არის მშობლის, მაგრამ მისთვის რო გეკითხათ, არაჩვეულებრივი მომავალი შეუქმნა, ასევე ნატალი ვუდს საშინელი турბულენტური პერიოდები ჰქონდა და თავის მოკლის მცდელობა და მე ბოლოს ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. 17 წლის ასაკში ნატალი ვუდი ძალადობის მსხვერპლი გახდა. კინოვარსკვლავის და წიგნში ნატალი ვუდის იდუმალი მკვლელობის გამოძიება წერს, რომ ლოს-ანჯელესის სასტუმრო შატო მარმონში რამოდენიმე საათის განმავლობაში ნატალიზე 37 წლის კირკ დუგლასი ძალადობდა. როდესაც ამასთან დაკავშირებით ჰოლივუდის ლეგენდის ვაჟს მაიკლ დუგლასს თხოვეს კომენტარი, მან უპასუხა: ღმერთმა ნათელში ამპოპოს ორივეო. ძალიან ბევრი დიდი არტისტი მუსიკალურ სამყაროში, კინო სამყაროში შეეწირა ლუის მეიერის ნაირ ამბიციებს. კი, რა თქმა უნდა, მათაც მიიღეს. მით უმეტეს ახლა ჯუდი გარლანდი იმპერიო უკვე მოგვიანებით, ჯუდი გარლანდს საკმაოდ კარგად უხდიდნენ, სადღაც დღევანდელი გადმოსახედით ეს იყო 60 მილიონი, 70 მილიონი, ყველაზე მაღალ ჰონორარს უხდიდნენ მას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე მხარე იყო ძალიან უბედური. მე კიდევ ერთი მხარე მინდა, ეს მხარეს მინდა შევეხო, რას ყვება მასზე მისი ქალიშვილი ლაიზა მინელი, როგორი სიყვარულით, ეს იგი როგორც ჩანს, გარეთ რაც ხდებოდა იყო ტრაგედია, მაგრამ შიგნით რაც ხდებოდა შვილებთან მიმართებაში, ის ძალიან ბევრს მოგზაურობდა, ის ძალიან ბევრს დადიოდა, მით უმეტეს მოგვიანებით შევეხებით ჩვენ მის მუსიკალურ კარიერას, როდესაც ის მხოლოდ საკონცერტო კარიერაზე ფიქრობს, მაგრამ ლაიზა მინელი ყვება, რომ ესეთი მოსიყვარულე დედა, ესეთი ერთგული დედა. როდესაც ის მოგზაურობდა, მანო დაგვისვა და კითხაო, რომ თქვენ ბავშვებო გინდათ ჩემთან ერთად სიარული, მე ძალიან მიყვარხართო, გნებავთ დარჩებით აქ და გნებავთ ჩემთან ერთად ივლითო და ბავშვები დათანხმდნენ იმაზე, რომ დედასთან ერთად მოგზაურობდნენ და სწორედ იმ ქალაქებში მიდიოდნენ სკოლაში, სადაც ჯუდი გარლანდი მოგზაურობდა. ასევე არაჩვეულებრივი მოგონება, ერთხელ მახსოვს, რომ სკოლაში ლაიზა მინელი ყვება ინტერვიუში, რომ გაიარა ავტობუსმა და რეკლამა იყო, რომ აი სარბენი ბილიკი რო არის, მორბენალი ბილიკი ეწერა, რომ ჯუდი გარლანდის შიშველი დარბის სახლში, ეს უკვე გვიანი პერიოდია, როდესაც ჯუდი გარლანდი აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს, არის ავად, არის მედიკამენტებზე, თვრალი შიშველი დარბის სახლში და როდესაც ბავშვმა იტირა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა მოსწავლეებმა დასცინეს, თქვენ წარმოიდგინეთ რა ბულინგის დღეს როგორია ბულინგი და მაშინ ბავშვები როგორი დაუნდობლები არიან და ბულინგი როგორი იქნებოდა და როდესაც დედას უთხრა, რომ დედა რატო არის ეს და არ გინდა რომ შენ ეს გააპროტესტო, იცით რა როგორ უთხრა, იცით რომ let them build their legend და ემათ ააშენონ მათი ლეგენდა, მე ჩემი მორალური პრინციპების მიხედვით ვიცხოვრებო. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ თვითონ მის მეუღლეს და აი ამ პირად ცხოვრების ეპიზოდს თავიანთი დაინტერესება ჰქონდა და ჯუდი გარლანდში ხედავდნენ შემოსავლის წყაროს.
იმიტომ რომ როდესაც მინელის გაყვა, მინელი ფაქტიურად, როდესაც ლუის მეიერი დაუნდობლად ექცეოდა და ექსპლუატაციას უწევდა ჯუდი გარლანდს, ფაქტიურად ამის უარყოფას არც ცდილობდა, ანუ ეთანხმებოდა მას, იმიტომ რომ მისი კარიერაც იყო ამაზე მიბმული და მე მახსენდება ერთი ეპიზოდი, როდესაც უიტნი ჰიუსტონი შეეწირა ფაქტიურად რა თქმა უნდა შეეწირა ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები ეს არის მეორადი შედეგი იმდენად რამდენადაც, როდესაც ადამიანი ამხელა სტრესში ხარ და საზოგადოების ცენტრში ყოფნა არის დიდი სტრესი, სულ რომ იდეალური პირობები შეგიქმნან, ძალიან რთულია, როდესაც ამ 90,000 ადამიანი გისმენს ერთდროულად სტადიონზე და როდესაც ცდილობ, რომ შენ დაიმშვიდო თავი, სამწუხაროდ ეს არის შედეგი იმისა, რომ ადამიანი სტრესს იღებს და უნდა რომ განიტვირთოს. მაგრამ მე მახსოვს, როდესაც გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი, მის დაკრძალვაზე ერთ-ერთ ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სწორედ იმ ადამიანმა, რომელმაც გამოიყვანა უიტნი ჰიუსტონის საზოგადოებაში, ის იყო მისი პატრონი, ის იყო მისი პროდიუსერი, დეივიდ ლუისი თუ არ ვცდები, აი ესეთი ფრაზა გაჟღერდა და ფაქტიურად ძალიან არ გამიკვირდა, მაგრამ სასტიკი ფრაზაა, რომ როდესაც ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებიო ვირჩევთ ადამიანობასა და ბიზნესს შორისო, ანუ პიროვნებასა და ბიზნესს შორის არჩევანი ყოველთვის ბიზნესზე. თქვენ გესმით როგორ ღიათ აღიარა ეს და მე მახსოვს კიდე ჩაკა ხანი ცნობილი დივა, არტისტი, აი სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ეს საუბრებოდა, აღარ მახსოვს ეს BBC იყო თუ CNN იყო ტელევიზიაში, ძალიან ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როგორ გაბედა ამის თქმა, რომ ჩემმა მენეჯერმა პირდაპირ მითხრაო, რომ შენ ღირ ხარ მკვდარი უფრო მეტი ვიდრე ცოცხალი, you cost more dead than alive. იგივე პრობლემები ანალოგიური თითქოს შერჩევისთვისაც უნდა რენე ზელვეგერს. აბსოლუტურად. რა თქმა უნდა. შემდეგ განასახიერა ჯუდი გარლანდ აი რენე ზელვეგერი ახსენებდა ბატონო მოთარმა. თქვენ მოგწონთ რენე ზელვეგერი ამ ფილმში? იცით რა არის, მე არა ვარ მსახიობი, მაგრამ რენე ზელვეგერი პროფესიონალი მსახიობია. მომწონს იმით მე რას ვგრძნობ, იცით რომ რენე ზელვეგერმა ძალიან დიდი შრომა განახორციელა მანამ სანამ დადგებოდა სცენაზე და სანამ კამერა ექშენს იტყოდა, რენე ზელვეგერმა ძალიან ბევრი იმუშავა, მან ის თვითონ ამბობდა რომ ძალიან დიდი მასალა ნახა ჯუდი გარლანდის მონაწილეობით, ის ცნობილი კაბა, ეს ყვავილები არის, ბრჭყვიალა კაბა სპეციალურად იყო შექმნილი მისთვის. მომწონს, იმიტომ მე რა უფლება მაქვს, რომ ვთქვა, რომ არ მომწონს პროფესიონალ არტისტზე, რომელმაც გული და სული ჩადო ამაში და ძალიან ბევრი იმუშავა და მოემზადა. როგორც სახიობი გასაგებია. ის თვითონ მომღერის ჯუდი გარლანდის ნაცვლად ხომ სიმღერებს. როგორც მომღერალი მოგეწოდა? ეს არ ვიცოდი სხვათა შორის, რომ თვითონ მომღერის ყველა სიმღერას, ხო. ბრავო და დაშიმას. ბრავო და ხა ჯუდი გარლანდისნაირად ვერ იმღერებ ადამიანი. ვერ იმღერებ, მაგრამ მას ჩემი ასე ვთქვათ ტაში და აპლოდისმენტი რომ გაბედა და ეს გააკეთა. Somewhere over the rainbow, way up high, there's a land that I've heard of once in a lullaby. თქვენ ახსენეთ ხმა. ხო. არა ამბობენ რომ ბევრი ცნობილი მომღერალი ამბობს მაგას რომ ხმა ძალიან ჭირვეული რამე არის რომ და თუ მოკლედ არ უერთგულეო ხო მე მიგატოვებსო. რა თქმა უნდა. აი თქვენ როგორ ზუნავთ ხმას და თუ ანებივრებთ მას? იცით რა არის, სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე. ესე იგი ხმას უყვარს ძილი გამოძინება, ხმას არ უყვარს უძილობა. არა. იმიტომ რომ ხმის იოგები შუბდება, მთლიანად ეს აპარატი
იღლება და აღარ არის ისეთი ხარისხობრივი. ანუ იოგები შუბდება, ხო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოუძინებლობა. იმიტომაც აძლევდნენ ჯუდი გარლანდს ბარბიტურატებს, რომ დაეძინა, რომ ხო. ხმას არ უყვარს ლაპარაკი. ხმას არ უყვარს ოპერის მომღერლები ბევრს არ ლაპარაკობენ. ხმას არ უყვარს სტრესი და ყვირილი. ხმას არ უყვარს საკვები ძალიან ფრთხილად, მე ძალიან ჯანმრთელად ვიკვებები. არ უყვარს მზესუმზირა, არ უყვარს თუმცა ეგეც ინდივიდუალური, არ უყვარს ცხილი, ნაყინი, რომელიც დაუშვათ კაკაწრავს და რაღაცა დაზიანებას გამოიწვევს. შეძლებიც და გვარად და ხმას უყვარს ტრენაჟი, ამიტომ ტრენაჟი მუდმივად ვარჯიში და ტრენაჟი. აი ამ ფილმში არის რამოდენიმე ეპიზოდი, როდესაც პუბლიკა ელოდება ჯუდის სცენაზე, მას კი არ უნდა იგასვა. ქონიათ ესეთ შემთხვევები? იცით რა, ფსიქოსომატური მდგომარეობა შეიძლება გქონდეს ისეთი, რომ სულაც არ გემღერებოდეს, რა თქმა უნდა. როგორ არ მქონია პანიკური ატაკაც, ხო იცით რაც არის პანიკური შეტევა, ესეც კი ყოფილა, როდესაც ეს არის ისე ფსიქოსომატიკიდან გამომდინარე, ეს არის სტრესის ცხოვრება, ხო არ არის ვარდებით მოფერული, ხო? ხო, არ არის. შეიძლება სტრესული პერიოდი გამოიარო ადამიანმა და მე მქონდა ამერიკაში ვიყავი ახლა და რაღაცა სტრესული პერიოდი გამოვიარე და რომ დავჯექი როიალთან და 200 კაცი რო იჯდა გალერეაში, უცებ მივხვდი რომ აი გადამეკეტა და მე ხმას ვერ ვიღებ. ვერ ვიღებ ხმას, რომ დავიწყე ინტრო, ვერაფრით და იესოს ლოცვას ვკითხულობ ხოლმე, როდესაც ძალიან მიჭირს, ან როცა მიხარია და რაღაცნაირად მოვიკრიბე ასე ვთქვათ, ძალა და ისეთი კონცერტი გამოვიდა, რომ რაც გადაიხადეს ბილეთის პული, მე წავიდნენ და ისევ დაამატეს, რომ ეს ცოტა არის კონცერტი. ისეთი კომპლიმენტი იყო ჩემთვის, რომ არც ველოდი ამას. ჩვენ მაყურებელმა მინდა მიაქციოს ყურადღება ამ ფილმში, არის დასაწყისში არის ესეთი ფრაზა, ზუსტად ლუის მაიერი ამბობს ამას, რომ ყველა აღმერთებს შირლისო, ნახოთ თუ შეძლებს ჯუდი აჯობოს მასო. ეს შირლი ტემზია საუბარი, პატარა გოგონაზე. ეს არის კინოს ისტორიაში პირველი ვარსკვლავი გოგონა, რომელიც მე გახდა სხვადასხვა სალვადორ დალის მუზა და ეხლა თქვენ ხედავთ მის პორტრეტს, რომელსაც ქვია, ამ პორტრეტს ქვია ყველაზე ახალგაზრდა და წმინდა მონსტრი კინოშიო. და ოსკარი აიღო 7 წლის ასაკში და ეს ყველაზე პატარა მცირეწლოვანი ოსკაროსანია დღემდე. მაგრამ აქ არის ერთ საინტერესო ამბავი, ძალიან მალე დამთავრდა მისი კარიერა. მე პოლიტიკაში სხვაშორის დიდ წარმატებებს მიაღწია ამ ქალაქში. წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით აღიარებული მომღერალი. რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად და მე ამის შესანარჩუნებლად? ეს არის ნიჭი, შრომის მოყვარეობა, იღბალი, ინტელექტი, თუ აი რა? ეს საერთოდ არ ამჯერა იღბლის, მე მჯერა ორი რამის, ეს არის ადამიანის ნება და ღმერთის ნება. როდესაც ადამიანის ნება და ღმერთის ნება თან ხმდება და როგორც წესი უფალი გვისრულებს ხოლმე რაღაცა რომ ძალიან გვინდა თავისი სიკეთით აუცილებლად თუ თვლის რომ შენთვის დამღუპველი არ არის ესა თუ ის გამოცდილება აუცილებლად ახდება. ეს არის შენთვის იღბალი ამბობენ რომ ზუსტი დრო ზუსტ ადამიანთან ესეც ღმერთის დაშვებულია, ესეც ადამიანის სურვილია, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცას გადაწყვეტ და იტყვი რომ მე ეს მინდა ხდება მატერიალური. ამ დროს შენ ფაქტიურად ეთერში აი ამ წამოსულ სიგნალებს იჭერ და არ უშვებ ხელიდან შესაძლებლობებს და ფაქტიურად აკაკუნებ ყველა კარში. აუცილებლად საჭიროა დიდი შრომის მოყოლება. ერთგული შრომის მოყოლება, არ დაკმაყოფილება იმითი რაც არის. და ნუ გარკვეული ნიჭი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მონაცემი მოცემულობა შეიძლება სხვადასხვა რამე იყოს, ხო ზოგს დიდი დიაპაზონის ხმა აქვს, ზოგს ლამაზი ტემბრი აქვს, ზოგს არა, ზოგს სუსტი ხმა აქვს. ხა ჩეჩილია ბარტოლის მაგალითად, რომელიც არის ბაროკოს დედა შეიძლება ასე ითქვას, ძალიან სუსტი ხმა. ამ დროს ჯესი ნორმანს უშველებელი აპარატი აქვს და ხო ორივე ძალიან წარმატებულია. დღეს ჩეჩილია ბარტოლი მონტე-კარლოს ოპერის დირექტორია. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შენი ღმერთმა რაც მოგცა შენი მონაცემი, იმაზე უნდა ძალიან ბევრი იმუშაო და წინ წახვიდე, არ უნდა დაკმაყოფილდე იმითი რაც არის და ოღონდ კიდევ ერთი უნდა იცოდე
როდის გაჩერდე. აი მაგალითად, ხა ცუდ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ მე საერთოდ არ მიყვარს კაზინო. მე ვთვლი, რომ კაზინო არის დიდი დანაშაული ადამიანის მიერ შექმნილი, გამოგონილი ადამიანისვე წინააღმდეგ ეს. ხო, არ ვიცი, გინდათ მოჭერით, გინდათ დატოვეთ. არა, ამას დავტოვეთ მაგრამ ეს არის კაზინოსავით, მაგრამ ჰიპოთეტურად, როდესაც ადამიანი შედის და რაღაცას იგებს დროულად, რომ გამოვიდეს იქიდან, შეიძლება 1000-ში ერთხელ ადამიანი ვერასდროს ვერ იგებს კაზინოში, მაგრამ ჰიპოთეტურად დაუშვათ მოხდა ისე, რომ მომგებიან აპარატთან დაჯდა. იქ როგორ არის, ხო იცით, აპარატები, ერთხელ ლას-ვეგასში მოვხვდი და კიდევ კარგი არა ვარ აზარტული, საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი თამაში, აი იქით მოგაგებინებ ყველაფერს, საერთოდ არ, მაგრამ მე ვიცი, რომ არის აპარატები, რომელიც იგებს, ეს არის 1 ან 2 აპარატი და არის აპარატები, რომელიც არასდროს არ იგებს. ხო და თუ მოხვდი იმ აპარატთან, შენ არასდროს არ იცი ეს. თუ მოხვდი აპარატთან და დაუშვათ მოიგე 5000 ან რაღაცა მოიგე, დროულად ადექი და გამოდი. ოღონდ მე აღარ უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ მე მთელი ეს ინდუსტრია, შოუ ბიზნესი, სათამაშო ინდუსტრია, მოდის ინდუსტრია, მუსიკალური და ყველაფერი არის მიმართული ადამიანის სიამოვნებაზე და სიამოვნება არის 5 ჰორმონი: სეროტონინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, ენდორფინი და ნუ კორტიზოლი, სტრესია და კორტიზოლი როგორც ტრიგერი. ზოგჯერ ეგეც, ანუ რას ვამბობ, რომ მთელი ეს ინდუსტრია ამაზე მუშაობს, ამიტომ ეს უნდა იცოდე. იმისთვის რომ ეს არ დაგემართოს, დროულად ადექი და გამოდი. დიდი კორპორაციები ფაქტიურად პირდაპირ ურტყავს შენ თავისუფალ ნებას და ურტყავს ღმერთის ნებას, იმიტომ რომ შენ მოგეცა არჩევანის უფლება, აქ აღარ აქვს არჩევანის უფლება. მე თვითონაც არტისტი ვარ, მე თვითონაც ამ საქმეში ვარ, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა ის მასშტაბი, აი თქვა ტურში რომ მიდიხარ 9 თვე და იმისთვის რომ დაწყნარდე საღამოს ყოველდღე რო კონცერტი გაქვს, მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც 1 ბოთლი ვისკის გარეშე ვერ იძინებდა. თვითონ თქვა და იცით მიუხედავად იმისა რომ ქონება დააგროვა და ცნობილიც ვერ იძინებდა ადამიანი არ მინდა აი ღმერთმა მომცეს მე ვამბობ ის რაც არის და მადლობელი ვარ უფლის იმისი რაც არის იყოს ნუ იქნება მილიონები იყოს ის რომ იმდენი რომ არ შემეშინდეს ხვალ რა იქნება ვთქვათ ხო სიმშვიდე მე მივხვდი ამ ბოლო დროს რომ სული სიმშვიდე არის ყველაზე მთავარი ადამიანისთვის და ჩემთვის იშვიათად მიწევს შენს და მეც აი ესეთი დრაივიანი სტუმართან გვერდზე ყოფნა და ამდენი ემოციის მიღება შესაბამისად მე მინდა ვთქვა რომ ეს არის ჭიქა რომელთაც ჩვენ ამ სიმბოლიკის გადაცემაში ვიყავით. ამიტომ ეს არის საჩუქარი. აუ, ძალიან დიდი მადლობა. შესვენთ ყავა იქნება დღესვე. იმ უარზე. იმ ვისკიზე ნათქვამ უარზე, რომ ცოტა ვისკისაც ჩამატა. არა მგონია, მაგრამ ყავაზე აი ახლა უკვე ვიცი რასაც დავწერე. აწერია შეშლილი კინოსამყარო. კინოსამყარო. უღრმესი მადლობა მაია ბარათაშვილს. უღრმესი მადლობა, ძალიან. უღრმესი მადლობა იმას რომ აი ესეთი ემოციით და ხუზულმა შეიძლება მაპატიეთ გაგაწყვეტინებ ჩემი ოცნება გაგანდოთ სეფე სიტყვა შეიძლება ალბათ მაია ოცნება გაგანდოთ ოცნება მაგრამ ჩვენ ვილაპარაკეთ კინემატოგრაფზე ოცნება მაქვს ფილმში გადაღება და როლის თამაში ოცნებად მაქვს წეული ხო აი ხო ასე რომ თქვენ გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად გადაწყვეტილი ამბავია გადაწყვეტილი ამბავია ანუ ის ცუდი კი ის არის ზღაპარი რომელიც თუ სწორად მიმართე შენს გადარჩები და ამ ზღაპარსაც განიცდი დიდი მადლობა ჩვენ კი კლავ შევხვდებით შეშლილ სამყაროში აი ეს არა ეხლა კი ცოტაღანში გაერთობით იმით რომ თქვენ რომელიც გაგიცოცხლათ მაიამ იმ ჯუდისაც ნახავთ რენე ზელვეგერთან გაცოცხლებით What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. See? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir, it's done.